ძალიან ბევრი ვიდეო მხდება სოციალურ მედიაზე, სადაც ხალხი ლაპარაკობს სხვადასხვა საკვე პროდუქტზე და ამბობენ, რომ კონკრეტული საჭმელი ან ძალიან კარგია ჯანმრთელობისთვის და თითქმის მაგიური ეფექტები აქვს, ან ძალიან ცუდი და თუ შემთხვევით სადმე ერთი ლუკმა შევჭამეთ, რაც კი დაავადებები არსებობს, ყველა ერთდროულად დაგვემართება. მაგალითად მსმენია, რომ ხილი ასუქებს, პოსტნეული მომწამლავ ნივთიერებებს შეიცავს, ხორცი გულ-სისხლ ძარღვთა დაავადებების რისკს ზრდის და ასე შემდეგ. ერთ სიტყვით ისეთი ვითარება იქმნება, რომ ჩვეულებრივი ადამიანისთვის ძალიან რთულია ჯანსაღი და არაჯანსაღი საკვების ერთმანეთისგან გარჩევა. სინამდვილეში ყველაფერი ბევრად უფრო მარტივადაა და საერთოდ არაა საჭირო ათასობით პროდუქტზე სათითაოდ ინფორმაციის მოძიება იმისთვის, რომ ჯანსაღად იკვება. უნდა ვიცოდეთ საკვების მხოლოდ 4 კატეგორია და ყოველ კვებაზე შეგვიძლია ამ კატეგორიებიდან ავირჩიოთ თითო. ესენია ცილები, პოსტნეული, ხილი და ბურღულეული და ჯანსაღი ცხიმები. ცილები მნიშვნელოვანია კუნთის გასაზრდელად და შესანარჩუნებლად. თან სხვა პროდუქტებთან შედარებით უფრო ნაყროვანია და შიმშილის გრძნობას ამცირებს. პოსტნეული ვიტამინებისთვის და მინერალებისთვის. პოსტნეულის პლუსი კიდევ ის არის, რომ მოცულობით მეტია, მაგრამ კალორიები ცოტა აქვს. ხილი და ბურღულეული ნახშირწყლებისთვის და ჯანსაღი ცხიმები ზოგადი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. ყოველ კვებაზე შეგიძლია ამ 4 კატეგორიიდან აირჩიო ნებისმიერი პროდუქტი და შექმნა შენთვის სასურველი კერძი. მაგალითად, ცილებიდან ქათმის ფილე, პოსტნეულიდან კიტრი და პომიდორი, ბურღულეულიდან ბრინჯი, ცხიმიდან ზეითუნის ზეთი. საერთოდ არაა საჭირო შიმშილი ან ყოველდღე მოსაწყენი კერძების ჭამა. თუ ძირითადი პროდუქტები ჯანსაღია და რაოდენობა გათვალისწინებული, მაშინ ერთადერთი შემზღუდავი ფაქტორი არის შენი კრეატიულობა და საჭმლის კეთების უნარი.